ტვინის ინფარქტის შემდეგ 88 წლის მარგო უკვე ერთი თვეა, რაც საწოლს არის მიჭაჭული. მის გვერდით მუდმივად მისი ვაჟი სოსო იმყოფება. სოსოს დედის გარდა ამ ქვეყნად არავინ ჰყავს. ოდესღაც ის ბავშვთა სახლიდან გამოყვანილი, არავისთვის საჭირო ბიჭუნა იყო, მაგრამ მარგომ ვერ შეძლო სხვისი შვილისთვის გვერდი აევლო. დიახ, ის დედობილია, მაგრამ განასიყვარული შეიძლება ყალბი იყოს. მან სოსო მარტომ გაზარდა, ბუღალტრად მუშაობდა. თითოეულ კაპიკს ზოგავდა, ოღონდ კი მისი ბიჭუნა დანაყრებული, ჩაცმული და ბედნიერი ყოფილიყო. სოსოსაც სჭირდება ექიმები და მედიკამენტები. მან ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ დიდი ხანია საკუთარ თავზე ფიქრ შეეშვა, როცა დედა სიცოცხლისთვის იბრძვის, საკუთარი ტკივილი უმნიშვნელოდ გეჩვენება. ისინი მხოლოდ მარგოს პენსიით ცხოვრობენ. ეს თანხა კატასტროფულად არ ყოფდით. საჭიროა მედიკამენტები, საჭიროა პამპერსები, საჭიროა საკვები პროდუქტები. მეგობრებო, განა შეიძლება ეს ადამიანი ამ უბედურებასთან მარტო დავტოვოთ. დღეს უფალმა ამ ოჯახთან შემთხვევით არ მოგვიყვანა. შესაძლოა სწორედ ჩვენი მეშვეობით სურს პასუხოს სოსოს ლოცვას. მეგობრებო, ნუ ჩაუვლით გვერდს, დაეხმარეთ დღესვე. სიკეთის გადადება არ შეიძლება. ხვალ ამ ოჯახისთვის შესაძლოა ძალიან გვიანი იყოს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.